მეთაურო. ხალილ იბრაჰიმზე რამე გაიგეთ? როგორ არის? დასხედით. თქვით, ცუდი არაფერი მითხრეთ. არა, როგორც ვიცი, ცუდი არაფერია. ოპერაციას უკეთებენ, ჭრილობა სასიკვდილო არ არის. მადლობა ღმერთს. ფიქრეთ, რა ხდება? ამის გაკეთება ძმას თქვენ სწხოვეთ? მე? ხალილ იბრაჰიმს ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ. ამიტომ მკითხულობს, იმ საქმეს ხომ არ უკავშირდება? ძმას ასეთი რამის გაკეთებას არ ვთხოვდი. დაუშვათ ვთხოვე. აქ რაღაცომ მოვიყვანე. ზეინებ ჰანიმ, შეგიძლიათ ამიხსნათ, ვერ მივხვდი, როცა თქვენს ძმაზე მითხრეს. ის ხომ სწავლობს, აქ არ იყო. აქ როგორ აღმოჩნდა? მეთაურო, დამიჯერეთ, თუნჯაი ასეთი არ იყო. ჩემი ძმა ორ დღეში მოწამლეს. არ ვიცი პისტოლეტი ვინ მისცა. მისი მოკლა ვინ დაავალა. ბიზია დერვიშმა მოგვიყვანა. ჩვენ კი აქ მოვიყვანეთ. მას შემდეგ რაც თუნჯაი მისროლა, ხალილ იბრაჰიმს უთხოვია, რომ თუნჯაი ზეინებთან მieყვანათ, რათა მისთვის არაფერი დაეშავებინათ. ჩვენის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგოკეთებინა, აქ მოვიყვანეთ. ძალიან დაგვავალებთ თუ გაარკვევთ ამ საქმის უკან ვინ დგას, იმიტომ რომ თუნჯაი მართლა არ არის ასეთი. საავადმყოფოში მინდა წასვლა. ოპერაციას უკეთებენ, ზეინებ. იქ რა უნდა გააკეთო? წამიყვან თუ ფეხი წავიდე ძმაო. ზეინებ, ტონს დაუკვირდი. გესმის? წამოდი, მე წაგიყვან. მე ისევ დავბრუნდები. მალე მოვალ. თუნჯაი ლეტოს ად არის? პირველ სართულზე, მეთაურო. თუნჯაისგან არ ველოდი, ილმაზ ბეი. მეგონა შეეშინდებოდა და ბოლო წუთს გადაიფიქრებდა, მაგრამ ესროლა. კარგ ადგილას მოხვდა, მაგრამ არ მოკვდა. აშკარაა, რომ თუნჯაის მაშინვე თავს დაესხნენ. ანუ სროლა მხოლოდ ერთხელ მოასწრო. თუნჯაი არ მოკლეს? არა. პოლიციას გადასცეს. ხალილ იბრაჰიმა ის თავის მეგობარს გადასცა? უნდა რომ ჩვენზე რამე თქვას. ვართ თუ არა ამაში გარეულები? თუ ვართ, რამდენად? აქედან უნდა წავიდეთ, ილმაზ ბეი. წავალთ, ნუსრეთ, წავალთ. ხომ ვამბობდი, რომ ხალილ იბრაჰიმთან მაშინ მივალ, როცა ყველაზე მეტად დასუსტდება მეთქი. საავადმყოფოში ვერ მოხვდებით, ილმაზ ბეი. იქ სულ მისი ხალხი დგას. საავადმყოფოში არც წავალთ, ხუსრეთ. მანქანა მოამზადე. მე რეაგიხსნი. როგორც იტყვით. ჩემ შვილს პისტოლეტი შენ მიეცია რა? დედანადიმე, მე არაფერ შუაში ვარ. ნუ მატყუებ. დედა, ორი დღეა ელაპარაკები. ხელი გაუშვი. ეს თქვენ გააკეთეთ. მე არაფერ შუაში ვარ. დაჯექი. რა გავაკეთე? ეს რომ დომო და ყველაფერს თვითონ გავაკეთებდი. არავის მკითხავდი. დამშვიდდი. როგორ დამშვიდდე? ფიქრად შევპირდით, რომ მის გარეშე არ ვიმოქმედებდით. თუნჯაი ძმასთან სასტუმროში იყო. აშკარაა, რომ ყველაფერი იქ მოხდა. ანუ ფიქრეთმა დაავალა? ჩემი შვილი სახე ვერ დაინახე, მან არაფერი იცოდა. ჩვენ რა ვიცით შენი შვილები ვისთან თანამშრომლობენ? დაუშვა თუნჯაიმ რაღაც მიზეზის გამო ესროლა. მაგრამ დაძმამ პოლიციას როგორ გადასცა? ასიე, შენ ნუერევი. თუ ასია წადი და მათ კითხე. წამოდი ასიე, შემეშვი. წამოდი ასიე, წამოდი ასიე. საავადმყოფოში დავრეკე, ჭრილობა სასიკვდილო არ არის. ეს რაში მაინტერესებს? ახლა ამაზე ფიქრის თავი მაქვს ხაქან? სწორედ ამაზე უნდა იფიქრო, მამიდა. ხალილ იბრაჰიმი თუ მოკვდება, თუნჯაის ვერ უშველი. მერე კი მოგიწევდა პოლიციაში სირბილი. ამაზე თვითონვე უნდა გვეფიქრა. ანუ ახლა იმ ადამიანის გამო ჯანმრთელებისთვის უნდა ვილოცოთ, ვინც მამაჩემს ესროლა? არ მოკვდება, არ მოკვდება. გველის მოდგმის არის. თავი უნდა წავაცალო. მხოლოდ მაშინ მოკვდება.
ანგელოზი ხარ? არა, სევდა ვარ. იბრაჰიმ, ეს როგორ? სამოთხეში არ ვარ? არა, საავადმყოფოში ხარ. მეგონა სამოთხეში ვიყავი. იმიტომ რომ მხოლოდ სამოთხეშია შესაძლებელი ასეთი სილამაზის დანახვა. ნახე? დედა ჩემი? რა გითხრა? მითხრა ჩემ გოგოს მაგრა ჩაეხუტე და მაგრა დაკოცეო. ასე მითხრა. რომელს? მე თუ ჩემს დას. სევდასო. სევდა, კარგი, მოდი აქ. რამე სადგენ. ჰალილ იბრაჰიმ, მადლობა ღმერთს, რომ კარგად ხარ. ძალიან შეგვაშინე. გული კი ნახამ გამიჩერდა. წავალ სხვებს ეცვეთყვი. შენ დარჩი. ჩვენ გავაგებინებთ. სამოთხეში ჩემი ქმარი ნახე. თვლი რომ ის ადამიანი ვარ, რომელიც სამოთხეში მოხვდება? ასე ნუ ამბობ, ცხადია მოხვდები. მაგრამ ჯერ ჩვენ გვჭირდები, ვერ საწახო. აქ ვარ, აქ. არსად მივდივარ. ჰალილ? ძმაო, ხომ კარგად ხარ? კარგად ხარ, კარგად. შენ ხომ ლომი ხარ? კარგად არის, კარგად თუ რა. ძალიან შეგვეშინდა, რამე არ დაგმართნოდა. მადლობა ღმერთს, კარგად ხარ. სხვა რაღა უნდა გვინდოდეს არა თუ რა? ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს, ხომ კარგად ხარ? კარგად ვარ, ბიძია. წამოვჯდები. უცებ არ წამოიწიო, ძმაო, მოითმინე? მოიცადე ოსმან. აქ ღილაკი უნდა იყოს. მე საიდან უნდა მწოდნოდა თუ რა? ეს რა არის? მიდი დააჭირე. მითხარი, როდის გავაჩერო? აწიე. მიდი აწიე. საკმარისია. ბიძია. ბიჭი ხომ კარგად არის? ზეინებს პოლიციაში უნდა წაიყვანა, მისმა ძმამ ფიქრეთმა თუ გადაიფიქრა, ეგ უკვე აღარ ვიცი. მნიშვნელობა არ აქვს. ის ბიჭი იქ თავისი ნებით არ მოსულა. ვიღაცამ დაავალა. ასია ხომ სახლში ალბათ მან აიძულა. არა, მან არა. ბიძია. ილმაზ მარტენის საზღვარგარეთ არ არის. ის სადღაც აქ არის. თუნჯაის ის გამოგზავნიდა. უკაცრავად, ხალილ იბრაჰიმ ქარასუ, რომელ პალატაშია, მე მისი მეუღლე ვარ. კორიდორის ბოლოს მესამე პალატა. კარგი, გმადლობ. უკაცრავად, გამატარებთ? არა. ვერ გავიგე? აქ არა ვინგელოდება. შენ ვინ ხარ? შენ არა ვინ გეკითხება, მე ვინ ვარ? წადი აქედან. მეგობარო, არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ მე ხალილ იბრაჰიმის მეუღლე ვარ, ზეინები. ანუ ზეინებ ლედო. იმ ბიჭის და ვინც ხალილ იბრაჰიმს ესროლა. მე არ საწავალ. გამეცალე. დაჯექი, სადაც იჯექი. ხალილ იბრაჰიმ. ძალიან მწუხარ. მართლა ძალიან მწუხარ. არ ვიცი კიდევ რამდენჯერ შეგიქმნი პრობლემას.
გთხოვ მაპატიე. ჩემი ძმის, ჩემი ოჯახის გამო ბოდიშს გიხდი. კარგი ზეინებ, კარგად ვარ. ნუ ღელა. მადლობა ღმერთს კარგად ხარ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა საშინელება მომხდარიყო. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. სინამდვილეში ეს მართლა შენ გამო მოხდა ზეინებ. როცა შენი ძმა მოვიდა და თქვა რომ სალაპარაკო გქონდა, სერიოზულად არავის მიუღია. ასე ნუ ამბობს ემა. ეს მეტყების ძმის ბრალია. ნუ ღელავთ, მე მაგას ვაჩვენებ სეირს. მე რო ხვდები თუნჯა იმეს როგორ გააკეთა. დამიჯერეთ მართლა არ ვიცი, ჩემი ძმა ვინ მოატყუა. ამბობ რომ ილმაზ მარტინმა აიძულა. არ გამიკვირდება ბიძია. თუნჯაი პოლიციაში წავიყვანე. კომისარი ოღუზია ალაპარაკებს. იმედი ილმაზის პოვნას შეძლებს. მან ალბათ უკვე დატოვა ადგილი. ზეინებ, ვისთან ერთად მოხვედი? ჩემს ძმასთან ერთად მოვედი კართან დგას. ხო მართლა, პალატასთან ვიღაც გოგო დგას. წინ გადამეხობა პალატაში არ მიშვებდა. თან პატარა გოგონა ახლავს. ვინ არის? ზეინებ. არ გვინდოდა ასე გაგეგო, მაგრამ ეს გოგო ხალილ იბრაჰიმის შვილია. სევდა. რა? გოგო რომელიც გზაზე გადაგეღობა, ხალილ იბრაჰიმის ყოფილი ცოლია. ბათუმიდან ჩამოვიდა. რას ამბობ ედანურ? ხუმრობ? ხალილ იბრაჰიმ, ეს იმართლია? ვინმე რამე თქვას? ედანურ, დამცინი არა? ედანურ, კინაღამ გული გამიჩერდა. რა მოხდა, მარტო ლეტოებმა უნდა გაგვიჩერონ გული? ჩვენც გავიჩერებთ. კინაღამ დავიჯერე. ზეინებ, ეს როგორ დაიჯერე? კოჩა ედანურ, ჩაგეთვალა. მეც ეჭვი შემეპარა. რადგან გავიდეთ, ცოტა ხნით მარტო დავტოვოთ. გავიდეთ. თუ რამე დაგჭირდა გაგვაგებინე. მადლობ ძმაო. ვინ არის ეს გოგო? მითხრა ვერ შეხვალო. მე ვთხოვე რომ უცხოები არ შემოეშვა. მე უცხო არ ვარ. მე ზეინებ ქარასუ ვარ. სევდა, ძმა ქვემოთ გველოდება. მოდი სახლში წავიდეთ და გემრიელი კერძი მოვამზადოთ, რომ ხალილ იბრაჰიმი მალე გამოჯამრთელდეს. ის გოგო აქ რჩება? წამოდი საყვარელო წავიდეთ. წავიდეთ. ამასაც ავიღებ. ჯეილან, კართან შენ ხომ არ დადგებოდი? ყველა უსაფრთხოდ იქნება. საგმარისია. ჯემალი და სიტკი სახლში არიან, მიდით და სემეთ. რაც გინდათ ის უკენით. სემა, ეს საქმე ჩემზეა, გესმის? კარგი, შენზეა. ო, მაზეა. ვერ მოინელა. ფიქრეთ. ტერი ხარ თუ მეგობარი? ხოჭარ იმას, ვინც ამას გაიგებს. სიტუაციიდან გამომდინარე ვიცვლები ბიძია დერვიში. თუ ტყვია ჩვენი მიმართულებით წამოვა, მტერი ვიქნები. თუ თქვენი მიმართულებით მეგობარი. რაც უნდა იყოს გულწრფელი ხარ. მითხარი ამ ყველაფრის უკან ილმაზი დგას? შენმა ძმამ რამე გითხრა? აშკარა რომ ეს ვიღაცამ ჩაიდინა, მაგრამ ვინ ეს ჯერ უცნობია. ბიჭი ოღუს გადავეცი, რაც საჭიროა გააკეთებს, მივალ და გავიგებ, ამის უკან ვინ დგას. ეს თავში საიდან მოგივიდა? იუჯელი და ბელია, მოიცადე? აქ ჩაგწერ როგორც მწერი. მწერი. გაჩვენდი. თუ ასე ამე ჩაგწერ როგორც კაკაბი. კარგი?
კაკაბი, ამით იმის თქმა გინდა, რომ ღამღამობით ჩემზე ინადირებ? ხო, ასე გამოდის. თუ ასეა მოგატყუებ. Süper. ძალიან კარგი. Ya Levent Levent, ჩვენებს საერთოდ არ გავხარ. Alakan yok gerçekten. ღმერთმა დასწყელოს თქვენები. Bence de. გეთანხმები. მაბადია, მაგრამ ასე ცივები რატომ არიან? ყინულივით ცივები. ხო, იავუზი ასეთია. თუ ერთ დღეს გითხრეს, დამლა სამშობიაროში აგვერიეო, არ გაბრაზდე. მათ საერთოდ არ გავხარ. მათგან განსხვავებით, შენ ძალიან საყვარელი ხარ. ძალიან. ეს აშკარაა. გმადლობ, დიდი მადლობა. და ის იავუზი. მიუხედავად მისი სიმაღლისა, ამ საქმეებში მაინც ერევა. Ne alakası var? სიმაღლე რა შუაშია? როგორ არა, შუაშია. დამნაშავეთა სამყაროში ჩემნაირი უნდა იყო. თუ ფიქოსნაირი, იავუზისნაირი ხარ, ეს ნაკლია. აი მაგალითად სროლა ატყდა, ყველგან ისვრიან, შენ კიდევ სირაქლემასავით ხარ. თავს მიწაში ჩარგავ, მაგრამ ტანსრას უზამ. მაშინვე გესვრიან და მოგარტყამენ. მაშინვე. მართალი ხარ. სიმაღლე ზოგჯერ დამღუპველია. ასე. დამიჯერე. ერთ რამეს მივხვდი, რომ ცხოვრების მანძილზე ასე მშვიდად არასდროს ვყოფილ ვარ. და ეს შენი დამსახურებაა. მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, შენ ძმას ხელი დაუზიანეს და ახლა სახლში წევს. ღმერთო, ჰალილ იბრაჰიმის საავადმყოფოში წევს. ძმა ფიქრეთი პოლიციაშია. შეხედე, აქ რა სიმშვიდეა, რა სიწყნარია. ცხოვრებაში ასე უსაფრთხოდ თავი პირველად ვიგრძენი. ვერავინ შეძლებს ხასიათი გამიფუჭოს. რა? მოდი მზის ჩასვლას ვუყუროთ. ჩემს განსაკუთრებულ თვისებებზე გეტყვი. გითხრა? მითხარი. მაგალითად ხომ ამბობენ, მომენტით დატკბიო. როგორც კი ასეთ მომენტს ვხედავ, ტკბები. აი ასეთი ვარ. Tamam. Sen კარგი, kal böyle. ასეთად დარჩი. დარჩები. Kal tamam bekle. დარჩი. ben geliyorum. აქ დამელოდე მოვალ. Kal kal. დარჩი. Damla damla aksam sana doldurursun kalbini benimle. Yoksa sen de taşıyamaz da döker misin beni yerlere? Yağmur olsam yağsam sana ıslatır mısın kendini benimle? Yoksa sen de dayanamaz da kaçar mısın en kuytu yerlere? Ya da bir gün düşsem kalsam, yaşamaktan bir an yorulsam, en karmaşık hallerimde kalır mısın benimle birlikte? Yoksa sen de dayanamaz da kaçar mısın bambaşka ellere? İyi günümde, kötü günümde, hayatımın her yerinde, aşk denilen bu resimde durur musun benimle birlikte? Yoksa sen de dayanamaz da gider misin bambaşka düşlere? Hadi Rızvan'ım მიდი kalk. რიზო. ადექი. Hadi çok yalnız kal. თავს მარტოდ ვგრძნობ. Sen yatağa düştün. შენ ლოგინად ხარ ჩავარდნილი. Ben bunlarla თუნჯაი პოლიციაშია, მეც ვეღარ გავუძლებ. Hadi koca მიდი მარტო არ დამდოვა. beni yalnız bırak. ადექი გთხოვ. Anne. დედა, Ne olur kızım. რა იყო შვილო? Yılmaz geldi. ილმაზი მოვიდა. Ne demek ya? როგორ თუ ილმაზი მოვიდა? İçeri girdi. სახლში შემოიჯრა. Buradan falan ჰაქარმას dedi. თხავა წასულიყო. ამის გამო ბიჭს სემა. Karşısına oturdu. ადგა და დედა ჩემის გვერდით დაჯდა. რას ამბობ შვილო? Ne
ეს ბიჭი შეიშალა? რა უნდა ვქნათ? თუნჯაი უნდა გადავარჩინოთ. ფიქრეც დაურეკე უთხარი რომ მოვიდეს. კარგი. რა უსინდისო ადამიანი ხარ. ამ ოჯახში არავის ჭირდები. არავის გესმის? ჰაკან, დაჯექი. სადაც იჯექი, თორემ ძვლებში გადაგამტრებ. შენ კიდევ ლაპარაკო? აქ რა ხდება? მამიდა? მოდი, ნადიმე. კარგად ხარ, შვილო? კარგად ვარ, მამიდა, კარგად. მაგრამ ხელი ვერ შეუშალე. კარგი, დაივიწყე. მოდი ჭრილობას დაგიმუშავებ. ნედიმე. ილმაზი ყვირის. ამბობს ბიჭი პოლიციას როგორ გადაეცითო. იქ მე წავიყვანე ილმას. როგორ დაუშვი რომ შენ სულელ ქალიშვილს თუნჯაი პოლიციაში წაიყვანა? ეს შენ მითხარი ჩემი შვილი პოლიციაში რას აკეთებს? ხუსრეთი თუნჯაის შემთხვევით შეხვდა. სანამ თქვენებს უთვალთვალებდი. უთქვამს ძმა ილმაზის ნახვა მინდაო. დავიბარე, ჩემთან მოვიდა. მითხრა რომ მამამის ესროლეს. კითხა მის ადგილას როგორ მოვიქცეოდი, უთხარი რომ მას ვინც მამაჩემს ესროლა, არ ვაცოცხლებდი. მთხოვა რომ იარაღი მიმეცა, მივეცი, გამიხარდა ვიფიქრე, ამ ოჯახში ერთი უშიშარი კაცი მაინც არის თქო. მხოლოდ ისა არა ძმაო ილმას. აქ იმიტომ მსხედვართ რომ გვაკავებენ. ნუ იჯდებით ამერ. თუ ქალებს შორის იჯდები, პოლიციას პირველ რიგში შენ გადაგცემენ. ძმა ფიქრეთი ზეინებს რატომ გახვა? ძმა ფიქრეთი მშიშარაა. ის ვერავის გაუმკლავდება. ფიქრეთი მშიშარაა. ესე იგი მშიშარაა. დავურეკე, გზაშია. როცა მოვა ვნახავთ ვინ არის მშიშარა და ვინ არა. მოვიდეს. ილმას. აფთარივით ხარ. ლაპარაკობ, მაგრამ არ კლავ. გინდა რომ მსხვერპლის სისხლისგან დაიცალოს და ისე მოკვდეს? ეს გინდა? ეს სუდია ასიე. ხედავ ჩემი წყალობით მთავარ კუთხეში ზიხარ. ერთი სახლი იყო, სადაც ვერ შედიოდი და ესეც მოახერხე. ამ სახლში რა მინდა? აქ რა მინდა? თავარია ჩემი რიზმანი გამოჯამრთელდეს. მას ხელს მოვგიდებ და წავალ. ეს რთული იქნება ასიე. რაც იყო. ფიქრეთ საზაფხულო სახლში დაველოდები, როცა მოვა უთხარი რომ ნახოს. შენ ზურგს უკან არ დაიმალოს, კაცურად მოიქცეს და მარტო მოვიდეს. ჰაკან, ნახე შენი ძმა როგორ არის? რამდენი არიან, რას აკეთებენ? ფიქრეთი გავაფრთხილოთ, რომ მახეში არ გაებას. მიდი. ჰაკან, საავადმყოფოში მივდივარ, ეგონოთ რომ საზაფხულო სახლში ვარ. თქმა არ გაბედო, კარგი ძმაო. იქ ჰალილ იბრაჰიმის ხალხია. ნუ ღელავ, ფიქრეთის გამო ყველა აქ მოვა. ნუსრეთ, გისმენ ძმაო, აქ დამელოდე. ბატონო, შეიძლება თქვენთან ერთად წამოვიდე? არა, გაგაგებინებ, როგორც იტყვით. კარგი, როგორც ჩანს სახლში ნერვიულობენ. ზეინებს უთხარით რომ მივდივართ. ახლა ვევეტყვი. ფიქრეთ ბეი. აიშე ჰანიმ მადარეკა. გირეკავდათ, მაგრამ ვერ დაგიკავშირდათ. ილმაზ მარტენი ჩვენ სახლშია. რა? მივიდა და ყველას ნოტაციებს უკითხავს. კართან ვინც იდგა, ყველა უცემია. ძმა ჰაკანიც. შემოგითვალათ რომ გელოდებათ. მელოდოს. ზეინეფი არ დარჩეს, ჯობს ამ სიტუაციის შესახებ მან არ გაიგოს. აქ რას ველოდებით, ბიძი, იქ ერთმანეთთან მორიგდებიან. ვიცით, სადაც არის, წავიდეთ და მოვიშოროთ. მართალს ამბობს მან. წავიდეთ. მოიცადეთ. რადგან ილმაზი იქ გვიხმობს, ესე იგი ეს მახეა. ფრთხილად უნდა ვიყოთ. გამომყევით.
Buyurun doktor. მოგწანდით ექიმო. Bir sorun mu? რამე პრობლემაა? Halil İbrahim. Halil İbrahim. დილა მშვიდობისა. ხედავთ. სიკვდილსაც კი არ შეუძლია თქვენი დაშორება. შენი ქმარი. სინამდვილეში შენი ქმარიც კი არა. თქვენი ქორწინებაც კი თამაშია. იცი ცოლად რატომ შეგირთო? თქვენს ოჯახში რომ მოხვედრილიყო. მამა შენი საქმეებში რომ ჩართულიყო. ეს ადამიანი მისიას ასრულებს. ზეინებ, გაიქეცი. Halil İbrahim. ზეინებ, გაიქეცი. წადი ზეინებ. ზეინებ, წადი. დამეხმარეთ. მიშველეთ. პოლიცია გამოიძახეთ. იქ იარაღიანი ადამიანია. დაცვა აქ არ არის. Halil İbrahim. მიშველეთ. აქ არავინა, დაცვა არ არის. ვინმე დამეხმარეთ. აქ არავინა, მიშველეთ. დამეხმარეთ. ზეინებანი? კომისარო, რა მოხდა? დამეხმარეთ, იარაღი აქვს. იქ არის. არ მიუახლოვდეთ, გაიწიეთ. ადაკი. Halil İbrahim, კარგად ხარ? ახლა ჩემგან ვინ გადაგარჩენს? ვინ? ვინ ილმას? მიდი, ისროლე. Komutanım. კაპიტანო, Üsteğmenim. თქვენ გეუბნებით. მიდი, Tamam adamı yakaladık. უკვე დავიჭირეთ, გთხოვთ. Bakın herkes... შეხედეთ, ყველა კარგადაა, იარაღი დაუშვით. მიდი, Komutanım. კაპიტანო. ხელბორკილი დაადეთ. Ne oldu üsteğmenim? რა მოხდა? ასე გაგწურთნეს? ასე იცავთ ერთმანეთს? მოკეთე, გამოათრიე. İyi misin abi? კარგად ხარ, ჰალილ იბრაჰიმ. კარგად ვარ ძმაო. Ne oldu canını kurtardı? რადგან გადაგარჩინი, ახლა დავძმობილდეთ, არა? Kusura bakma. ოდიში, კაპიტანო. Genelde სამწუხარო არა და ისეთი სიკეთე გამიკეთე ადამიანი ძმას თუ გაუკეთებს. sen de bir kardeşin. მადლობ. Sağ ol. Doktor ექიმო, შეიძლება სისხლი მოსდის. ექიმო, სისხლდენა აქვს. პირველადი დახმარებისთვის ყველაფერი გაამზადეთ. ben burada kas შეიძლება აქ დავრჩე. წამოდით და გეხმარებით. აქ იყავით, კარგი? bekliyorum. აქ ვიქნები, მოვიცდი.
Yılmaz ილმაზი სად არის? gitti. წავიდა. Nereye gitti? სად ჰაკან? Bilmiyorum. არ ვიცი თქვა, აქ შენ დაგლოდებოდი. Beni söyledi. მიმაბა Beni burada და წავიდა. attı gitti. Çocuğum. ჯანდება. Tuzağa düştü. მახეში შემოგვიტყუა. უნდა და ჰალილ იბრაჰიმი მარტო დაგვეტოვებინა. ჯანდება. მომეცით. და ეს წარსულში დარჩეს. მადლობ. დამეხმარეთ იარა გაუკერეთ. კარგი. Abi. ძმაო, Alo Zeynep. ალო ზეინებ. ფრთხილად იყავით, შეიძლება ილმაზი მოვიდეს. კართან დაცვა დააყენეთ. Kapıya adam koysunlar. Jandarmalar. პოლიცია უკვე აქ არის. ილმაზი აიყვანეს. კარგად ხართ? რა მოხდა? Ölümden ძლივს გადავრჩით. მადლობა ღმერთს, ორივე კარგად ვართ. კიდევ კარგი. ჩვენც წამოვალთ. tamam abi. კარგი. საავადმყოფოში მივდივართ, წავედით. საავადმყოფოსკენ. სწრაფად. ჯანდება. შეიძლება შემოვიდე. რა თქმა უნდა. Geçmiş olsun. ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს. გმადლობთ. İyi misin? კარგად ხარ? O pisliği აჯობებდა მომეკლა. daha iyi. ყველასთვის ასე აჯობებდა. Buldu bela. დასჯიან. Oğuz komutan. კაპიტანმა თქვა, რომ ფაქტზე აიყვანეს. თავს ვერ გადაირჩენს. Bu arada abi ჩემმა ძმამ და რეკა, Yılmaz'la ილმაზზე რომ გავეფრთხილებინეთ. bütün olukları ყველაფერი მოვუყევი. bizimkilerle უკვე გზაში არიან ჩვენებთან ერთად. კარგი. Gelsin. მოვიდნენ და ბოლოს სახლში წავიდეთ. böyle konuştuk. ეკიმს ველაპარაკე, თქვა, რომ დასვენება გინდა. Önce taburcu edelim. ხოლომდე ვერ გაგწერენ. Bu arada biraz ağır. ასე შეიძლება ტკივილები დაგეწყოს. O yüzden ამიტომ თხოვე შენთვის გამაყუჩებლები დაემატებინეთ და იცოდე. რა? ეს რას ნიშნავს? არ ვიცი. belki bu უბრალოდ ვიფიქრე, რომ მაგალაპარაკებდი. ღმერთო. ამისთვის წამალი რა საჭიროა? უბრალოდ მკითხე და მოგიყვები. Ben anlatırım. sen sor ben კითხო და მეტყვი? bu zamana kadar ღმერთო, აქამდე სულ გეკითხებოდი და არ მოგიყოლია. neyse. კარგი. Sen şimdi ჯერ დაისვენე. biz illaki konuşuruz. მაგრამ მე აუცილებლად დავილაპარაკებთ. Ya da ilaç. ან როცა საღონებაზე იქნები, ან წამლით გაბრუებული. მედი ნაბიჯი გადადგი. დაეგდე. ალიჯან, კამერები გამორთეთ. ნუ რაფერს ჩაიწერთ. კაპიტანო. ალიჯან, რასაც გეუბნები ის გააკეთე. როგორც მეტყვით. Ne oldu üstüne? რა მოხდა? კამერები რატომ გამორთვევინე? არ გინდა ჩაიწეროს, რასაც ჰალილ იბრაჰიმზე მოვყვები. Bu kaydı. ეს რომ არ ჩაიწეროს ილმას. მედი ადექი. ჯერ ახლა ვიწყებ. მედი. Ne oldu? რა მოხდა, ლეიტენანტო ოგუს? ვერ გაძელი? Az kalsın kanka. კინაღა მეგობარი მოკალი არა? Kim bilir. ღმერთმა იცის რამდენი გაქვთ ერთად გადატანილი, როგორ იცავდით ერთმანეთს. Ölmedi. არ მომკვდარა ილმას. გადარჩა. Öldüremedin. აი შენ რას გააკეთებ? Yarın დაჭრილი კაცი ვერ მოკალი, რომელიც საავადმყოფოს პალატაში ცოლთან ერთად გამოიჭირე. bu havan ne? ახლა რას აპირებ? დანაშაულის ჩადენისას გამოგიჭირეს ილმას. Derken. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მთელი ცხოვრება ციხეში გაატარო. ყველაფერს გავაკეთებ. için elimden ne gelirse yapacağım Yılmaz. Buna mı mutlusun? და ეგ გახარებს? სულ ერთია სად ვიქნები? ილმაზი მქვია. Benim adım მე არაფერი გამტეხს. Bunlardan არაფერი. Yılmaz. Göreceğiz. მაგასაც ვნახავთ. Yılmaz. ილმას,
ახლა ყველაფერს მოყვები. ვიზე მუშაობ, შენს უკან ვინ დგას, ვის ენდობი, ყველაფერს. თუ ამ ყველაფერს არ მოყვები, სხვა თემებზე ავლაპარაკდებით. ლეიტენანტ ოგუს, იბრაჰიმ ჰალილს საათობით ვაწამებდი. იგივეს ვეკითხებოდი და არაფერი უთქვამს. შენი აზრით რამეს მე ვაღიარებ? ჩაი და ყავაც კი არ მოატანინე. კარგი. მაშინ შენთვის გასაგებ ენაზე გეტყვი. მე არაფერ შუაში ვარ. ჩემი სიძე რეзвან ლეტო იარაღითა და ნარკოტიკის ვაჭრობის საქმეში შავ ზღვაზე თავარი კაცია. ახლა თვითონ ვერ ილაპარაკებს. მისი საქმე მისმა შვილმა ფიქრეთმა გადაიბარა. ჰალილ იბრაჰიმს არ უმტრობ. სინამდვილეში მის მოსაკლავად ჩვენი ძმა თუნჯაი მან გაგზავნა. გესმის? მორჩი? მოგეწონა? ამას პროკურორს ეტყვი და ისიც დაიჯერებს, არა? იმიტომ რომ ჩვენ არაფერი ვიცით. პროკურორს ჩემი მოკვლის ბრძანება ხომ არ გაუწია? ეს 30 ტონა ნარკოტიკი შენთან კავშირში არ არის? ჰალილ იბრაჰიმის მკვლელობის ბრძანებაც კი არ გაგიცია, არა? საავადმყოფოში მის მოსანახულებლად მიხვედი, არა ილმას? ხო, უნდა მომენახულებინა. ფიქრეთის და ზეინეფი ნამდვილი შეშლილია, თავს დამესხა. რომ არ გამეჩერებინა, ის ორი ალბათ მომკლავდა. ილმას, შენ წინააღმდეგ უკვე იმდენი რამ მაქვს. შენი პარტნიორებიც არ გაცოცხლებენ. შენ ადგილას რომ ვიყო, სახელმწიფოსთან თამაში არ მომინდებოდა. დილამდე ჩემს სიტყვებზე დაფიქრდი. კარგი? და გადაწყვეტილება ისე მიიღე. აი იქ არის. ეს არის ჰალილ იბრაჰიმის პალატა. დიახ, ერთი წუთით. ზეინებ, კარგად ხარ? კარგად ვარ, ძმაო, არ ნერვიულო. ჰალილი კარგადაა? გვინდოდა გვენახა. არა, დამამშვიდებელი მისცეს, დაისვენებს. შენ რომ არა მოკვდებოდა, არა? დაბლა ხალხს ველაპარაკეთ. შენ რომ არ ჩარეულიყავი, ორივე მოკვდებოდით. იმ ჩხუბს ვგულისხმობთ. თქვენ ყველამ ჰალილ იბრაჰიმი მარტო დატოვეთ და წახვედით. ვერ ვიჯერებ. თვითონაც არ მჯერა რომ ასეთი შეცდომა დაუშვიძე. გვეგონა ილმას ხელში ჩავიგდებდით და გავიკეცით. ახლა ამის დრო არ არის. ვიცით სადაცაა. კარგი, მაშინ კაპიტანი აქ როგორ აღმოჩნდა? ჩვენების ჩამოსართმევად მოვიდა ალბათ. ღმერთმა გამოგზავნა. მადლობა ღმერთს, მადლობა ღმერთს. კარგი, რადგან ყველაფერი კარგადაა, სახლში წავიდეთ. მე არ საწამოვალ, ძმაო. ზეინებ, დედა ცუდადაა. ახლა მასთან უნდა ვიყოთ. წამოდი. ხოდა თუ ცუდადაა, საავადმყოფოში დარჩე, მის გვერდით იყავი. მე კი იმ კაცის გვერდით ვიქნები, ვისთან ერთადაც კინაღა მომკლეს. კარგი, ზეინებ, კარგი. თქვენ აქ იქნებით, არა? ხო. კარგი. კარგად. კარგად. რა კარგია აქ რომ იყავი, ზეინებ. ღმერთმა დაგლოცოს. თქვენც დაგლოცოთ. კარგი, შიგნით შედით. თუ რამე მოხდა აქ ვართ. ნამდვილად? ხო, არსად წავალთ, მიდი, მიდი. ჰალილ იბრაჰიმ. ჰალილ იბრაჰიმ. ვინ სევი? გიყვარვარ?
Uyumadım. ძილი წინ ჩემს კითხვებზე იფიქრე. Cevaplarını ezberledim. პასუხები დაიზაპირე და მერე დაიძინე. Seni çok seviyorum. ძალიან მიყვარხარ, Ama hiç görmedim. მაგრამ საერთოდ არ გენდობი. ჰაკან, შვილო, მამას ველაპარაკე. ასე თქვა, თუ საჭირო იქნება 30 წელი იჯდეს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დიდხანს არ გამოვიდესო. ილმაზი საერთოდ არ მაინტერესებს. თუნჯაიც რომ წაიყვანონ, სიძე საჩივარს თუ გაიტანს, ჩაჯდომ არც თუნჯაის მოუწევს. არა დეიდა, ეს საქმე უკვე საჯარო გახდა. საჩივარიც რომ გაიტანონ, თუნჯაის მოუწევს ვადის მოხდა. ადამიანის მოკვლას ცდილობდა. ასე მეც მესროლეს. უამრავი ტყუილი ვთქვი და ახლა თავდამსხმელი მშვიდად სვამს თავის ყავას. სიძე იმ სიმპათიურ კაპიტანთან უნდა წავიდეს და თქვას, რომ ისეთი არაფერი მომხდარა. მისი გაზრდილი კაცი უყვარს, სროლა მან ასწავლა. თქვას, რომ ცუდად ასწავლა. თქვას, ღმერთო, შენი აზრით ასე გააკეთებს ასიე? ეს ზეინების მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. საჩივარი რომ გამეტანა, რიზვანმა რა არ გააკეთა. საოცარი საჩუქრები მიყიდა. რიზვანს არაფერიც არ გაუკეთებია, მოვიდა და მითხრა ბოდიში მოიხადეო. ხო და მეც მოვიხადე. ჩანაწერები მაქვს, 1000 რამე თქვი. თუ გინდა, მოგასმენინებ. შეიძლება წარსული უკან მოვიდოვოთ. დეიდა მართალს ამბობს დედა. გაბრაზებულმა ზეინებმა სისულელე გააკეთა, თუნჯაი პოლიციას გადასცა. ფიქრეთი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა. რადგან ილმაზიც დაიჭირეს, თუნჯაიზე საჩივარი იქნებ არ შეიტანონ. ზეინები თუ ხალივ იბრაჰიმს გადაწყვეტილება შეაცვლევინებს, მთელი ეს უბედურება თავს ზეინებმა არ დაგვატეხა და ახლა ქმარი უნდა დაარწმუნოს, რომ თავი დაგვანებოს. ჩემს დაზე ნორმალურად ილაპარაკე. მოვიდეს და მერე გადავწყვიტოთ. თუნჯაი არაფერ შუაშია, ყველაფერი ილმაზის ბრალია. ხო,